მირქმის დღესასწაულსა და სანთლების კურთხევის ტრადიციების შესახებ ვისაუბრებთ ჩვენს უართან ერთად წმინდა 9 ყრმა კოლაელთა სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი თომა ცეცხლაძე. დილამშვიდობის დაგვეცეთ მამათა. დილამშვიდობის. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის და დრო რომ გამონახეთ. მამათა, სანამ უშუალოდ ვისაუბრებდეთ იმ ტრადიციების შესახებ, მანამდე ორი სიტყვით რომ ვთქვათ ამ დღესასწაულის შესახებ, თავად თუ რას წარმოადგენს მირქმა მიგებება, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია კვირას აღნიშნავს. დიდება უფალს ყველაფრისთვის, სანამ ამ საკითხზე დავიწყებთ საუბარს, ერთი რამ მინდა პირდაპირ ეთერით გავაკეთო. დღეს ჩემი მეუღლე არის იუბილარი. და აქედან სიყვარული და პატრიოტიზმი მიუძღვეს. ჯანმრთელობა და ბედნიერება არ მოგლებოდეს. ამინ და ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს. ხა რა შეიძლება მირქმის დღესასწაულს? მარტო მირქმის დღესასწაული მარტო დღესასწაულად არ უნდა განვიხილოთ. მისი არსი უნდა ვეცადოთ, რომ დავინახოთ და ხლა რა არის ეს მთავარი დასანახი ამ ამბავში. მირქმის დღესასწაული არის განხორციელებული, განკაცებული ღმერთის ტაძარში მისვლა. როდესაც მოხუცის სვიმეონი შეეგება მაცხოვარს და გულში ჩაიკრა. ეხლა ნახეთ აქ როგორი ამბავია. მირქმა ეს არის ძველი აღთქმის და ახალი აღთქმის შეხვედრა. ეს არის მოლოდინის გამართლება. ეს არის ნამდვილი სიცოცხლის დაბრუნება დედამიწაზე. ეს არის ნამდვილი ჭეშმარიტი ნათლის შემოსვლა სამყაროში. ეს არის ძველი აღთქმის, ტაძრის, ახალი აღთქმის სინათლით განათლება და შესაბამისად ახალი აღთქმის ეპოქის, ჭეშმარიტი ნათლის ეპოქის, ჭეშმარიტი ნათლის დედამიწაზე მოფენის ეპოქის დასაწყისი. ეს არის თაობათა შეხვედრა, ეს არის ძველის და ახლის შეხვედრა. ოღონდ თაობათა შეხვედრა არა ისე, რომ ძველი უპირატესია და ახალი უმცირესი, არამედ ისე, რომ ახალი ძველს განაახლებს და თვითონ როგორც ძველის დასაწყისი და როგორც ახლის დასაწყისი და როგორც მარადიულობის დასაწყისი გვევლინება ამ სამყაროში. მართალი სვიმეონი რატო არის გახარებული? და როგორც საოცარ სიტყვებს ამბობს, აც განუტევე მონაიშენი მეუფეო სიტყვისაებ შენისა მშვიდობით, ანუ გარდაცვალების მომენტი მას უხარია, რატო იცით? იმიტომ რომ მართალი სვიმეონი თავისი ცხოვრების მიზანს არის უკვე მიღწეული. მართალი სვიმეონი ცხოვრობდა დედამიწაზე ღრმად მოხუცებულობამდე იმ მოლოდინით, რომ ის იხილავდა განკაცებულ უფალს, რომ მასში სიცოცხლის გაგრძელება უკვე შესაძლებელი გახდებოდა სასუფევლის გზაზე. მართალ სვიმეონს გულისხმობ, როგორ მდგომარეობაშია, წარმოიდგინეთ და ის როცა მაცხოვარს ხვდება ჭეშმარიტ ნათელს, მისი სული ნამდვილი ნათლის მადლით ცოცხლდება, ივსება სულიწმიდის მადლით და უკვე მას გარდაცვალების შიში კი აღარ აქვს, არამედ სიხარული აქვს ქრისტეს ნათელში ყოფობისა. მან უკვე იცის, რომ ის რომ გარდაიცვალება დედამიწაზე, მას შეუძლია გააგრძელოს ჭეშმარიტ ნათელში, ქრისტეს წიაღში სიცოცხლე. ამიტომაც ის შვიდად ეუბნება უფალს, რომ აც განუტევე მონაიშენი მეუფეო. ანუ აღარ აქვს მას შიში ამა ქვეყნის სიცოცხლის დასრულებისა. იმიტომ რომ მან უკვე იხილა მარადიული სიცოცხლის დასაწყისი დედამიწაზე. მან უკვე იხილა გაღებული სასუფევლის კარები. მან უკვე იხილა ის შესაძლებლობა, რამაც მის გულს უკვე ბედნიერება და ჭეშმარიტი სიხარული მიანიჭა. მირქმა ეს არის, როგორ აგიხსნათ, ნამდვილი სიხარულის დღესასწაული, ნამდვილი თაობათა შორის, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჭეშმარიტი ურთიერთობის, მადლისმიერი ურთიერთობის დღესასწაული, რომელ დღესაც შვილებმა მშობლები უნდა დაალოცონ, მშობლებმა შვილები, ახალმა თაობამ უფროსი, უფროსმა თაობამ უმცროსი და აი ამ პროცესში ერთმანეთს გულწრფელი სიყვარულით უნდა უმზერდნენ. უმცროსმა თაობამ მადლობა უნდა უთხრას უფროს იმ გამლილი გზისთვის, იმ შრომისთვის, იმ თავდადებისთვის, რაც უფროსმა თაობამ გაიარა და უფროსმა თაობამ უნდა აკურთხოს და უნდა სიყვარული და სიხარულით გზა მისცეს იმ ახალს, რაც უკვე ახალგაზრდა თაობაში არის ჩადებული. მოკლედ დაახლოებით აი ესეთი ამბავია მირქმის სიხარული ჩემთვის პირადად. სანთლების კურთხევის ტრადიციაზე და ზოგადად ტრადიციებზე მინდა გკითხოთ მირქმა მიგებების დღესასწაულს რაც უკავშირდება იგივე ლამპრობას, ხო, რასაც უწოდებთ და უწმინდესი სილოცვარ კურთხევით ბოლო წლებში განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნება მირქმა. აი რა არის განსაკუთრებული, რას გულისხმობთ განსაკუთრებულში, როგორ აღნიშნავთ დღეს მირქმის დღესასწაულს, ესეც რომ გამოვმარტოთ, რა ტრადიციებს ვეყდოთ
ოდნობით რას ვიხსენებთ ისტორიიდან და ძველი წლებიდან გამომდინარე. სანთელ კურთხევის ტრადიცია მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით უძველესია მსოფლიო ეკლესიის თვალსაზრისით. საქართველოშიც იყო ეს ტრადიცია ბუნებრივია, როგორც მართლმადიდებელ ქვეყანაში მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები ჩვენთანაც და ტრადიციები ცოცხალი იყო. სამწუხაროდ დროთა და ვიცით ჩვენი ისტორია როგორი რთული იყო ჟამიანობის, ცუდი ჟამიანობის გამო ყველგან ვერ შენარჩუნდა ეს ტრადიცია, მაგრამ აი ხა ჩანს ზუსტად ეკრანზე ანთებული სანთელი მაცხოვრის ქვევით. გამოჩნდა უბრალოდ გადავიტანა ყურადღება. მხოლოდ სვანეთში და კიდევ რამოდენიმე ადგილზე საქართველოში შენარჩუნდა ეს ტრადიცია და ნახეთ რა ხდება. წეგან თქვით რომ ქრისტე არის ჭეშმარიტი ნათელი, რომელმაც ძველი აღთქმის ტაძარში შეიტანა ჭეშმარიტი ნათელი და ამგვარად აი სივრცე, ადამიანური თავყრილობა, ის ეკლესია, რომელიც ღმერთთან ურთიერთობაში იმყოფებოდა, ძველ აღთქმაში მოკლედ პირდაპირ ვთქვათ, იყო მოკლებული ჭეშმარიტ ნათელს. ჭეშმარიტი ნათლის არ მქონე იყო ძველი აღთქმისეული ეკლესიისა ეს კრებული. და ქრისტე, როგორც ჭეშმარიტი ნათელი, რომ შემოდის ძველი აღთქმის სამყაროში და აი ეკლესიას განანათლებს აი ამის სიმბოლო არის ის ანთებული სანთელი, რომელიც აი ზუსტად აი ამ მინანქრის ხაზზე არის გამოსახული ზუსტად აი მაცხოვრის დაბლა, სიონ მირქმელსა ანაწინასწარმეტყველი აგერ მაცხოვრის ოჯახი არის მათ შორის. ანუ სანთელს ჩვენ როცა ვანთებთ, ეს ხომ მხოლოდ ცვილი და ძაფი არ არის, იქ ხო თავისი სიმბოლიკა აქვს იმ ყველაფერს. და ეს სიმბოლიკა რას ნიშნავს? რომ აი ეს ნათელი, რომელიც წარმოიქმნება ბნელს განანათლებს. ადამიანი მორჩილებით, სიყვარულით, მადლის მიერად უერთდება საღვთო ნათელს. იმიტომ რომ ჩვენ იმ ჭეშმარიტი ნათლის შვილები ვართ. ჩვენ ხომ ღვთისხატადა მსგავსად ვართ შექმნილები. და უფალი როგორც ჭეშმარიტი ნათელი ჩვენში, როგორც ამ ჭეშმარიტი ნათლის ხატებასა და მსგავსებაში გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენც გავხდეთ ამ ნათლის წევრნი. ჩვენც გავხდეთ განათლებული. ჩვენც ვიყოთ ჭეშმარიტი ნათლის ნაწილნი. ჩვენ რას ვამბობთ ადამიანზე მოინათლა, რას ვამბობთ ნათელღებულია, რას ვამბობთ რო გარდაიცვლება ნათელში იყოს, ეს ყველაფერი ქრისტეს ნათელს უკავშირდება. იმ ნათელს, რომელმაც სამყარო შექმნა, იმ ნათელს, რომელმაც ჩვენ შექმნა, იმ ნათელს, რომელსაც ყველას ბედნიერება სურს, იმ ნათელს, რომელსაც სურს, რომ ყველა კარგი იყოს, ყველა კეთილი იყოს, ყველა წარმატებული იყოს, ყველა ბედნიერი იყოს, იმ ნათელს, რომელსაც ყველას კარგად ყოფნა უნდა. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ადამიანები ხშირად ამ ნათელზე უარს ვამბობთ და ამ ნათელს უგულებელყოფთ ჩვენში. არ ვაძლევთ ჩვენს თავს იმის საშუალებას, რომ ამ ნათლის წევრნი ვიყოთ. არ ვაძლევთ იმის საშუალებას ჩვენ თავს, რომ ეს ჭეშმარიტი ნათელი ჩვენშიც ნათელი გახდეს და ჩვენც გავხდეთ მერე სხვისთვის ნათელი. წესით ესე უნდა იყოს, ჩვენ რა ნათელს მივიღებთ, ჩვენც ნათელს უნდა გადავსემდეთ სხვას, იმიტომ რომ ყველანი ჩვენი დები და ძმები არიან ქრისტეში. და აი ეს ერთობა ქრისტეს ნათლით უნდა იყოს გაწყინებული. და ის სანთელთა კურთხევა, რა თქმა უნდა, ამას გულისხმობს. ჩვენ როცა ეკლესიის მხრიდან საეკლესიო ტრადიციაში სანთელს ვაკურთხებთ, იქ კონკრეტულად აი სანთელიც კი იკურთხება, მაგრამ სიმბოლიკა ის არის, რომ თითოეული სანთელის სინამდვილეში ჩვენც ვართ. არა მხოლოდ ის ფიზიკური სანთელი იკურთხება, რომელიც ფიზიკურად დაინთება და აინთება, არამედ ჩვენც ვიკურთხებით, როგორც ჭეშმარიტი სანთელნი, ჭეშმარიტი ნათლის შემქმნელნი სხვა ადამიანებისთვის. დააკვირდით, აი სანთელი ჩამოღვენთილია, რო ანთია ჩამონაღვენთი ეტყობა ხატწერაზე, ანუ იკონოგრაფია რო შეიქმნა, შეეძლოთ რომ უბრალოდ სანთელი გაეკეთებინათ, მაგრამ დამდნარი სანთელი ეტყობა. ანუ ეტყობა ის, რომ სანთელი თვითონ დადნა, თვითონ დაიხარჯა, თვითონ დაიწვა, თვითონ შეეწირა მსხვერპლად იმისთვის, რომ სხვისთვის გაენათებინა. ქრისტემ ეს გააკეთა. თვითონ შეეწირა მსხვერპლად კაცობრიობისთვის, თვითონ დახარჯა თავისი სიცოცხლე იმისთვის, რომ ჩვენ გავენათლებინეთ და ჩვენ როგორც ქრისტიანები ვალდებულები ვართ ჩვენც ასე ვიცხოვროთ. ჩვენც უნდა დავიწვათ, ჩვენც უნდა დავიხარჯოთ, ჩვენც უნდა ჩავდნეთ თუ საჭიროა იმისთვის, რომ სხვას ნათელი შეუქმნათ, იმისთვის, რომ სხვა გავანათლოთ, იმისთვის, რომ სხვას ჭეშმარიტი ნათლის გემოგავაგებინოთ. ეს ყველაფერი გულისხმობა ალბათ სწორედ იმ ტრადიციაში, როდესაც ბავშვები მიდიან უფროსებთან და ხდება სანთლების გაცვლა, ამ რიტუალის შესახებაც თუ შეიძლება ასე ითქვას, რომ ზუსტად აი მან მივდიოდით. ესე იგი, არა მხოლოდ ის, რომ სიმეონი მოხუცი იყო და ყრმა ახალშობილი შვილი იყო, არა მხოლოდ ეს, არამედ სიმბოლურად ჩვენ რას ვაკეთებთ ამით. მე როგორც ახალგაზრდა და როგორც ხანდაზმული ვთქვათ, რომელ დროშიც გინდა იქიდან ვილაპარაკოთ, როცა ვაკურთხებ საპირისპიროთ ან ახალგაზრდას ან ხანდაზმულს და ის რომ მე მაკურთხებს, ეს სწორედ აი ეს კავშირია, რომ მე ვაღიარებ მის ღვაწლს, როცა ახალგაზრდა ვარ და ვიღებ მისგან კურთხევას, რომ მეც ანალოგიურად ქრისტეს ნათელს ვემსახურებოდე და ჩემს ქვეყანას, ჩემს ერს, ჩემს ოჯახს, ჩემს საზოგადოებას
გაუძღვე მე უკვე ჩემი დახარჯული ენერგიით, ჩემი როგორც სანთლის დანთებით, აი ესე დავენთო და ვემსახურო სხვას და უფროს კიდევ პატივს ვცემ. ნუ პირიქითაც ასე, ანუ თაობათა შორის ურთიერთობა. ეს სანთლის გაცვლა ზუსტად იმას გულისხმობს, რომ მან უფროსმა მე უმცროს კურთხევა მომცა, უმცროსმა უფროსის მადლიერებით მივეციე სანთელი და მადლობაც გამოვხატე და მისგან ასევე კურთხევა მივიღე, რომ მეც ანალოგიურად ვიღვაწო და ვიშრომ, ანუ თაობათა შორის კონფლიქტს აგვარებს. ნაკეთ და ახალი აღთქმის დიახ, რა თქმა უნდა, პიროვნულად ეხლა ცოტა ამ კონტექსტში ვლაპარაკობ, ამ კონტექსტით ბევრჯერ უსაუბრია ალბათ, მაგრამ აი ამ თვალით მინდა დავინახოთ, რომ დღეს საზოგადოებაში რა არის ყველაზე მეტად გავრცელებული, რომ უფროს თაობას არ ესმის უმცროსი ამბობს უფროსზე, რომ ესენი ჩამორჩნენ, უფროსი ამბობს უმცროსზე, რომ რა ვიცი ეს როგორი ახალგაზრდობა მოდის, ვერ გავიგეთ, ხო არის ეს პრობლემები. აი მირქმის დღესასწაულზე აი ეს კონფლიქტი ხრება. იმიტომ რომ უფროსი თაობის და უმცროსი თაობის სიყვარულით შეერთება ხდება. უფროსის მხრიდან იმ გამოცდილების, იმ ღვაწლის, იმ ნათლის გადაცემა ხდება უმცროსი თაობისადმი, რომელიც ცხოვრებაში უფროს თაობას აქვს, ხოლო უმცროსის მხრიდან პატივისცემით მიღება ამ კურთხევებისა და აღიარება იმ ღვაწლისა, რომელიც უფროსმა თაობამ გასწია, ანუ კონფლიქტს აგვარებს ეს. რეალურად ეს ხდება. პატრიარქი რატო ამბობს, რომ დალოცეთ მშობლებო თქვენი შვილები. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მადლი გადავიდეს, არამედ იმიტომ, რომ სიყვარული გაცოცხლდეს. მე თუ არ ვლოცავ ჩემ შვილს, შვილი თუ არ მლოცავს მე, ჩვენ თუ ერთმანეთს არ ვლოცავთ, ჩვენ თუ ერთმანეთს სიტყვოთი არ მოვექეცით, პავლე მოციქული რო გვეუბნება, იყავით ერთმანეთისთვის ტკბილები იყავითო ჩემო ძვირფასებო. როგორ საოცარ რაღაცას ამბობს, ტკბილები იყავით ერთმანეთისთვისო. და აი ამ სიტყვოს ქმნის, ამ სიტყვოს შექმნა შეუძლია ამ პროცესს. წელიწადში ერთხელ მაინც, როცა ახალგაზრდა თაობა დაფიქრდება უფროსის ღვაწლზე და მას ისე კი არ შეხედავს როგორც ჩამორჩენილს და როგორც ძველ დროში ჩარჩენილს, არამედ გააცნობიერებს, რომ ეს უფროსი თაობა რო არ ყოფილიყო, თვითონ საერთოდ არ იქნებოდა. და როდესაც უფროსი თაობა ახალგაზრდას ისე შეხედავს, რომ ჩემ სიცოცხლეს რა აზრი აქვს, თუ ამ ახალგაზრდა თაობამ სწორად არ იცხოვრა, თუ ამ ახალგაზრდა თაობაში არ გაგრძელდა ჩემი ღვაწლი, მაშინ ეს ერთობა დაირღვევა. და ეს მირქმის დღესასწაული ერთგვარად აი ამ ერთობის ხელშემწყობი არის. სიყვარულს ახსენებს ორივეს ერთმანეთის. ეს ასევე მიცვალებულებსაც მივეგებებით, ასე ვთქვათ, ხომსაფლავზე გავდივართ, რომ ვახაროთ უფლის განკაცება. დიახ, მიცვალებულებსაც ულოცავთ. მიცვალებულებსაც ვახარებთ. ხო თქვით წეღა რომ მიცვალებულზე ვამბობთ რომ ნათელში იყოსო და აი ამ ქრისტეს ნათლის სიმბოლო სანთელს ტრადიციულად საფლავზე თუ ვერ გავიდა ადამიანი ტაძარში მაინც მიდის და ტაძარში მაინც დაუნთებს თავის მიცვალებულს სანთელს სახში დაუნთებს რომ აი უფალო ჭეშმარიტი ნათლის შემქმნელო და ჭეშმარიტო ნათელო შენ ნათელში ამყოფე აი ჩვენი მიცვალებულები ნათელში დაამკვიდრე ეს ცოცხალი ტრადიციებია რომელიც ჩვენ უნდა გავაცოცხლოთ და მადლობა ჩვენს უწმინდეს რომელმაც თავისი ღრმა სულიერებით თავისი გონიერებით თავისი სიბრძნით უკვე 5 წელიწადზე მეტია აღადგინა საქართველოში ეს ტრადიცია და მე იმედი მაქვს რომ აი ეს ტრადიცია როგორც ადრე დაიკარგა ესე აღარ დაიკარგება და ჩვენ თაობიდან თაობას სწორად და ჯანსაღად გადავცემთ და დროთა განმავლობაში ამ ტრადიციას უფრო მეტი სიცოცხლე შეემატება და უფრო ბევრი ქართველი, უფრო ბევრი ახალგაზრდა თუ ბევრი მოხუცი მიიღებს მასში მონაწილეობას და გააცოცხლებს საკუთარ ოჯახში იმ სცენას, რა სცენაც საუკუნეთა წინ, 20 საუკუნის წინ იმ დიდებულ ტაძარში ყრმა მაცხოვრისა და მოხუცებული სვიმეონის შეხვედრით მოხდა. გავაცოცხლოთ ჩვენს უფალი ჩვენს გულებში, მივიღოთ უფალი ჩვენს გულებში. დაუთმოთ მას ჩვენ გულებში ადგილი და მისი ნათლით გავინათლოთ გულები. არა მხოლოდ ფიზიკური სანთელი დავანთოთ, არამედ ჩვენც როგორც სანთლები დავენთოთ და ასე შევქმნათ ერთობლივად დიდი ნათელი. წინასწარ გილოცავთ მირქმა მიგებების დღესასწაულს და დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუდიის სტუმარი დაგებშდობებით. მადლობა. მადლობთ მობრძანებისთვის.